ანუ რა გამოდის, რომ ყველა თამაში თუ მოვიგე, ლიგის თასი ჩემია. არა, პირველობისთვის უნდა ვიბრძოლო აუცილებლად, პირველობისთვის უნდა ვიბრძოლო. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მაილიგის მომდევნო ეპიზოდით. ხო, ისევ არ მახსოვს მე რამდენი ეპიზოდია. და მეგონი მე-6-ია? არა, მე-6. კაროჩე. დაალაიქეთ ეს ვიდეო, სანამ ვიდეო გაგრძელდება. გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარზღელაკი. ყოველ შემთხვევაში, ვერ მოგცემთ იმის პირობას, რომ გარანტირებულად ყველა თამაშს მოვიგებ, მაგრამ ჩემს მაქსიმუმს შევეცდები. ასე რომ, დავიწყოთ. პირველი თამაში მიწევს ბეტისის წინააღმდეგ 29 მატჩდეია. ამის შემდგომ უკვე კადისთან, ვილიარეალთან, ვალიადოლითან და ატლეტიკოსთან კი მატჩი. ატლეტიკო უნდა გაუშვა იმენა მესამე ადგილზე, არა მგონია დიდად მესამე ადგილზე ჩავიდნენ, იმიტომ რომ რეალს ძალიან ცუდი სეზონი აქვს და ნახოთ როგორ იქნება რა. ყველა ასე თუ ისე ხოთზე არის. ხო და იქ წინაზე გოუთჰემპტონი იყო გამოსახული და ეხა მაგაზმაო ხო ხდებით რა. კაი, პირველი მატჩი ბეტისის წინააღმდეგ დავიწყოთ, მოდი პირდაპირ, სევი რა ტრიანა აწერია აქ. ლიცენზია eFootball. დავიწყეთ გაათამაშეს ბურთი, დაიწყო პირველი ტაიმი და ვაიმე შენი. ვიმედოვნებ რომ ყველა მატჩი ისე წავა როგორც მე მინდა. მოვიგებ რა. აი მაქსიმუმ ფრე ვითამაშო რა. მაქსიმუმი არის ჩემი ფრე რა. იმიტომ რომ წაგება არ განიხილება ძმაო. კი ვასწრებ დიდი ანგარიშით ატლეტიკოს, მაგრამ სეზონის ბოლო არ დამავიწყდეს და სეზონის ბოლოში ზოგადად არ მიმართლებს ხოლმე. გდემეშელის კარგი იყო კორტნი მიდი წინ გაისრულე ჯიმამ, რომე ფუშენი, გულიტი, რიბერი, აქ არ გამომივიდა პასი. დაცვაში ათამაშებენ ბეტისის ფეხბურთელები. ასევე მინდა ვისაუბრო იმაზეც, რომ ძალიან კარგი სეზონი მაქვს, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რა თქმა უნდა. და 4 წაგება მაქვს თუ არ ვცდები. კარგად მიდის ჩემი გუნდი, კარგად, კომენტარებში რომ მიწერენ ზოგი ერთები რომ მაგ გუნდით ძმა მეც მოვიგებ და რაღაცა ამდაგვარი. მაშინ ხალხის უმრავლესობამ ხმარატო მისცა ჩემს მთავარ გუნდს, community-ში ხო დავპოსტე პოსტი. აი, აგერ ამონათდება სადღაც ახლა არ ვიცი სადღაც აი აქ ხო და მან კაროჩე ეგეთ რაღაცა რო ვქენი, რო დავწერე. უმეტესობა ხმის უმეტესი რაოდენობა მიიღო იმან რომ ჩემი თავარი გუნდი მეთამაშა რა მაილიგა და მაშინ რატომ ისახალხმა ხმა მაგას თუ არ გინდოდათ. პირველი ტაიმი ამასობაში დასრულდა 0-0. მაქსიმუმი ფრეა ჩემი კი, მაგრამ რა ვიცი აბა, აი სეზონის ბოლოს ალბათ იცით თქვენ როგორ არ მიმართლებს წინა სეზონებიდან გამომდინარე, სეზონს ვიწყებ იდეალურად და სრულდება რაღაც საშინლად, აი ისე საშინლად, რომ წინაზე თუ გახსოვთ, ერთი გოლა დამაკლა მხოლოდ ისიც პირველობა ატლეტიკომ წამართვა. აქ რა კარგი პასი გულიტის მიმართულებით, გულიტის საჯარიმოშია უკვე გულიტი. ჩაწოდება ვერ მოხერხდა. წინ პასი მესისკენ. კარგი გაყოლება ნედვედის მიმართულებით, ნედვედი წამოვიდა, ფლანგზე გაუყოლოთ მესის მოდი. მესი ისევ მესი. აბა, არ ვიცი ბომბარდირი ხარ თუ რა პასი და მაინც გავიდა გოლი. აქ კი იყო ერთი წამით, კაცო. აქ კი იყო ეს რა ქვია მაგას რიკოშეტი. თითქოს დააზღვიესო, მაგრამ მაინც გაიტანა რიბერიმ. ძალიან კარგი პასი გაუკეთა მესიმ. ძალიან კარგი პასი იყო რიბერის მიმართულებიდან. ეხა რიბერი ამ მომენტს რომ გამოიყენებდა, ლოგიკურია ეხა რა თქმა უნდა. 1-0 გაიხსნა ანგარიში ბარსელონა დაწინაურდა ბეტისის წინააღმდეგ და ნახოთ აბა უკვე ბეტისი როგორ უპასუხებს, რითი უპასუხებს ამ გოლს. ამას ყოველთვის ვამბობ, როდესაც გოლს ვიტან, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემ თავს ვამხნევებ რა. არ ვიცი, ესეთი უცნაური გამხნევების წესი მაქვს რა. იმიტომ რომ მაგას როდესაც ვამბობ, ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს ხოლმე და ამიტომ ხო ხდებით რა მაგ პონჩში ვიმხნევებ თავს. ხო და ამიტომ თუ მოგაბეზრეთ თავი, ძალიან დიდი ბოდიში ძმებო. აი ამ გამოთქმით ირვინი რა კარგი იყო ამ მომენტში, ძალიან მაღლა მომივიდა. მაგრამ ცოტა დაბლა რო ყოფილიყო, აი იმენა 9-იანში მიდიოდა რა, კაი. შეცვლები ახლა უკვე, შეცვლები განვახორციელოთ.
ფორლანი აუცილებლად დამჭირდება და ბატისტუტა იყოს აქა. ფორლანი იყოს აქა თავის პოზიციას ვეძახი მაგას, იმიტომ რომ ამ პოზიციაზე ძალიან კარგად თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრ ფორვარდია, ამ პოზიციაზე AMF-ზე, შემტევზე ძალიან კარგად თამაშობს. და ორი წამი სავინიო მოდი იყოს, იმიტომ რომ მესი იღლება ნელ-ნელა და ახალგაზრდებსაც მივცეთ შანსი უფრო ახალგაზრდებსაც, რა თქმა უნდა. კარგი. ოკეი. 60 რამდენი წუთია უკვე 73 წუთი იწყება და იმედი მაქვს ამ 1-0-ს არ დავჯერდები და კიდევ ერთ გოლს ან თუნდაც 2-ს ან 3-ს გავიტან. ეხა 3 რა გითხრათ, მაგრამ რატომაც არა, თუ მოინდომა ჩემმა გუნდმა და მე პირველ რიგში, რა თქმა უნდა შესაძლებელია 3-ის კი არა, რავი 5-ის გატანაც. კრისტიანო რონალდო, ფორლანი რა კარგი იყო ამ მომენტში, ფორლანი! აი უყვარს ამ კაცს ეგეთი შესრულებები ძმაო, უყვარს და რა გავაკეთო, აი რა ვქნა ძმაო, აი ჩახვევებში ფორლანი არის, აი ესეთი, რა კარგად მოტრიალდა ჯერ და ეხა რა თქმა უნდა ფორლანი ამას იდეალურად შეასრულებდა. აბა რა, მშვენიერი, იდეალური, გადასარევი, გენიალური. აი ესე. მშვენიერი მოტრიალება და ჩააბზრიალა თუ არა. კი ბატონო, 2-0 ძალიან კარგი. ახლა უკვე შემიძლია შედარებით მშვიდად ვითამაშო, იმიტომ რომ ორბურთიანი სხვაობა არის ჩემსა და ბეტის შორის. ასე რომ აი ეს მატჩები თუ მოვიგე, შემიძლია რომ სადღაც შემდეგ ეპიზოდში უკვე 2-3 მატჩით ადრე ვიზეიმო გამარჯვება, ასე რომ იმ მატჩებს ამ ეპიზოდს არ გადავავალ, რა თქმა უნდა. უკვე სხვა ეპიზოდად გამოვა. თუმცა 2-3 მატჩით ადრე შემიძლია რომ მოვიგო მაი ლიგა. კრისტიანო რონალდო, კრის, კარგი ხარ. აბა რა, ბიჭო, აბა რა. შეასრულა იმენა კრისტიანომაც. მოინდომა ჩემმა გუნდმა და მე პირველ რიგში. რა თქმა უნდა შესაძლებელია 3-ის კი არა, რავი 5-ის გატანაც. აი ეგრე. გაიტანა ბარსელონას 7 ნომერმა. კრისტიანო რონალდო. განმეორებით აუცილებლად ნახოთ ეს მომენტი, რა თქმა უნდა. აი აქ კარგი იყო რა, კარგად მოტრიალდა და შეაგორა რა, შეაგორა უპრობლემოდ შეიძლება ითქვას. კი ბატონო, არ არის პრობლემა, 3-0 ნადგურდება ბეტისი ჩემს წინააღმდეგ, აი მე დედა აქ ერთხელ შევხედე კამერას და კინაღამ კაცი გამექცა. კაი, სავინიოსკენ პასი, ეს სავინიომაც მინდა რომ გაიტანოს რატომაც არა, რატომ უნდა დაიჩაგროს ეს ბიჭი? ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, არ არის ცუდი, ფორლანი, რონალდო. ვაიმე, ჩახვევა რატომ მინდოდა გაჭემული უფრო გამოზდის რონალდოს ვიდრე ჩახვევა. ჩახვევებში უფრო ან ფორლანი ან მესი, რა თქმა უნდა. მოდი აბა ესე. და ეხლა რო გაჭიმოს. ოკეი, კაი. 3-0 განადგურდა ბილბაოს ატლეტიკი. მშვენიერი ძმა, რა ვერ ვიტყვი ვერაფერს. რონალდო გახდა მატჩის MVP. საკმაოდ კარგი გოლი შეაგდო, მიუხედავად იმისა, რომ ფორლანმა ცოტათი უკეთესი შეაგდო. მაინც ალბათ რონალდო გახდა მატჩის MVP. არა, კარგია, კაცო, არაფერს არ ვამბობ პირიქით. ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, მე როგორც მესის ასევე რონალდოს ფეხბურთის გოუთად მივიჩნე, მოკლედ მესი ჩემთვის პირველ ადგილზეა, რონალდო მეორეზე. მადრიდ გადმოვრა მეორე ადგილზე რა. აი სირცხვილია ბიჭო ატლეტიკო მეორე ადგილზე როა. აი მართლა სირცხვილია. კაი, კადისის წინააღმდეგ შემდეგი მატჩი 30-ე მატჩდეი, სულ რაღაც 8 მატჩი დარჩა მაი ლიგის მოგებამდე. 8 მატჩი, მე ვიტყოდი რომ ალბათ უფრო 5 მატჩი. არ ვიცი, ნახოთ. კაი, აი ყველა ხოძია, ყველა, რავი, რა უნდა ვთქვა ძმაო, ვერაფერს ვერ ვიტყვი და დავიწყოთ პირდაპირ. შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო ძმებო და გამოიწეროთ არხი 5000 გამწერზე, უნდა ავიდე აუცილებლად. აქ რა კარგი შეტევა აქვს კადის მატჩის მე-6 წუთზე, კარგი შეტევა აქვს ძალიან, ბელეტი, კარგი იყო ამ მომენტში ბელეტი რო არა, მარტივად გავიდოდა ეს გადაცემა და შეიძლებოდა რომ ძალიან სახიფათო მომენტი შექმნილიყო, მესი ნედვედი, კარგი პასი იყო სხვათა შორის. აბა, ნედვედ უკან პასი, მესის. არა, მან არ მინდოდა პასი. გვერდზე მინდოდა იდეაში, მაგრამ ჩემი კურსორის ბრალია. ძალიან ისეთი პრობლემები აქვს რა ამ იმას eFootball-ს მიმართულებასთან
დაკავშირებით რა, იმიტომ რომ აი ძალიან როგორც მე ასევე თქვენს ალბათ ძალიან ბევრჯერ მოგვსვლიათ ისე, რომ ანუ უბრალოდ სხვაგან გაგიკეთებიათ პასი და საერთოდ სხვაგან გაუკეთებია რა, ეგეთი რაღაცა. ფრენკ რიბერი რა კარგი იყო აქ, მიდიქთ ხო გაიტანე ესა. იქ მაწონზე ოპა, აგრძელდება ჩვენ შეტევა, მაწონზე გაუშვა ერთი ფეხბურთელი რუმენიგი. აი ამ ძელს, აი ხა ის ფილმი ვისაც გაქვთ ნახე, შაოლინ სოკერი რა, შაოლინების ფეხბურთი. აი მან რო არის ძელს რო მოარტყავს ბურს და რო გაღუნავს ძელს. აი ისეთი ფეხბურთელი რო გამოუშვას ფუტბოლმა რა იქნება რა, იკარდი მშვენიერი გოლი გაიტანა. აბა რა. სხვადასხვა PES 2017-ში იყო ამის ემოციის გაგრძელება, ანუ PES 2017-ში ეს ემოცია სხვანაირად იყო, ვისაც გახსოვთ, ანუ ესე ხო შვებოდა რა და მე ესე შვებოდა კამერის წინ, ვისაც გახსოვთ, იმენა ნოსტალგია მომაწვა. ჩემი PES 2017. ანუ ხო, აი ესე რო იზამდა, მე კამერის წინ აი ესეთ რაღაცას აკეთებდა რა. და ის ეთყობა, არ ვიცი, როდის მე ამოიღეს ეგ ემოცია, გოლის აღნიშვნა თუ ემოცია თუ რა ვუწოდო, მაგას არც ვიცი. ხო, ნუ მე ზოგადად გოლის აღნიშვნები, ანუ ძალიან მიყვარს, აი მაგალითად ახალ ფეხბურთას როდესაც დავაგდებ, სულ მაინტერესებს როგორი გოლის აღნიშვნა აქვს, აი სულ და დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ ვარ მასე. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი იქნებით მასე. ალბათ დაგაინტერესებთ, აი რა უცხო გოლის აღნიშვნა შეიძლება შემოგთავაზოთ იმ ფეხბურთელმა, რომელსაც დააგდებთ. გულიტი აქ, ნედვედი კარგად მორბის, გაყოლება რუმესკენ, აბა რუმე დაბლოკეს სამწუხაროდ გრძელდება ჩვენი შეტევა, ირვინი. ვაიმე რა გაუტარა რა და ჭანდაბარა, კაი, 1-0 მინიმალური ანგარიში დასრულდა პირველი ტაიმი. ნახოთ მეორე ტაიმში რა იქნება უკვე 55-45-ზე ბურთის ფლობა და ნუ რა თქმა უნდა 0-0 ყველაფერი 0. კი ბატონო, დავიწყოთ პირდაპირ მეორე ტაიმი, გაათამაშა რუმენ ბურთი. დავიწყეთ, ეგრევე მოდი შეტევაზე გადავიდეთ, რა თქმა უნდა ეს ჩემი ის არის. ტრადიციად მეკცა უკვე ეგრევე აი ესე შეტევაზე გადასვლა რა და ეგრე არ ვიყავი არასდროს ბელეტი ჩაწოდება რუმენიკის მართულებით. მიდი გულიტო აი მე შენი. ხო, ეგრე არასდროს არ ვიყავი სხვათა შორის PES 2021-ს როცა ვთამაშობდი, იმ დროს არ ვათამაშებდი ეგრე რა, ანუ იშვიათად, აი მაგალითად უცებ გოლის ხრიკი თუ მინდოდა, გავათამაშებდი, გავიქცევდი იმ განთამაშებელ ფეხბურთელით, მე გადავუკიდებდი და გოლს იტანდა მარტივად, ოღონდ ეს ვიდეოების გარეთ. ვიდეოში 1-2 ჯერ თუ მაქვს გაკეთებული მხოლოდ. აქ კარგი პასი რუმენის მიმართულებით, რუმეთი ქუსლი დატოვება მინდოდა გუტის სტილში დატოვება მინდოდა და შემდგომ ნუ შეეძლო გულიც რომ გაეტანა, თუმცა ვერ მოხერხდა ეს სამწუხაროდ. პაվել ნედვედი, კარგი იყო ნედვედი აქ. ოკეი. ნუ მხოლოდ 1 წუთი და დასრულდა კიდევაც. ნუ მინიმალური ანგარიშით, ოკეი. კადის და მინიმალური, ნუ რა თქმა უნდა, ახლა რა იკარდი გახდებოდა მატჩის MVP, სწორედ რომ მან გაიტანა ის გოლი. 50-50-ზე ბურთიფლობა, თანაბარი ბურთიფლობა რატო ქონდა ნაღლად არ ვიცი, მაგრამ ნუ ოკეი, კაი. 10 my club going. კი ბატონო. 3-1 მოიგო ატლეტიკომ და ნუ ისევ მეორე ადგილზე რჩება. სამწუხაროდ ზუსტად რამდენი ქული თუ გებდა ვერ ნახე. კაი. ვილიარეალთან უკვე შემდეგი მატჩი, ნუ ნორმ. მოდი აბა კანტონათი დავიწყებ დღევანდელ მატჩს და მე უკვე შემოვიყვანა, ანუ რუმენიგს და ბატისტუტას ერთად დავაყენებ რა, წვიმ სხვათა შორის. და ნახოთ აბა რას ვიზამ ვილიარეალის წინააღმდეგ. ანუ 1-0 ნუ მინიმალური ანგარიში ხა 1-0 რა მოგება არა. კი არის მოგება გასაგებია, მაგრამ რა მოგება 1-0 რა ვიცი. კანტონასგან მაინტერესებს, ერთი კანტონასგან ველოდები, სხვათა შორის, ანუ გოლსან ასე, კეიტოქში კარგ თამაშს ველოდები, იმიტომ რომ ეხლა დიდი ხანიანთან არის გამომიყვანია და არა და კანტონა ძალიან კარგია გულიტი შორიდან. მიდი ბიჭო, ვაიმე რატო არ მივიდა? ხო და იმედი მაქვს, ანუ კანტონას აქვს ერთი ესეთი მინუსი რა. აი, როდესაც პას გააკეთებს, ანუ დაჟე აი ისეთი პასიც რო გააკეთო რა, აი რო გააკეთე პას და ნუ კარჩე ფეხბურთელი რომ მირბის რა და მე უნდა შეგიძლია რომ გაუყოლო რა. აი, იმ დროსაც არ გარბის წინ რა კანტონა. ანუ პას გააკეთებს და აი ჩერდება რა, ხოვაზე ხართ, იშვიათად თუ გაიქცევა წინ. რიბერი აქ არა. აქ ფეიქ შოთი უნდა მექნა, ან რაღაცა სკილი უნდა მექნა, მაგრამ დავიბენი უცებ ამ ლაპარაკში. ოიმე
ვახ 1-0 ძალიან ცუდი დასაწყისი, ძალიან ცუდი დასაწყისი. წაგება არა გიხვეწები. არ მინდა, იმიტომ რომ იმიტომ არ მინდა იდეაში ერთ წაგება ხო, რომ ერთი წამი დავალა გვაზრი. ვაიმე კანტონას აქს როგორ არ გამომართა, სანამ აზრი დავალაგე, იქამდე კინაღამ კანტონამ გოლი გაიტანა. ხო, წაგება იმიტომ არ მაწყობს, რომ ერთი წაგება და მერე უკვე შო, რაღაცა საშინელება ჭირს ჩემს გუნდს. ერთი წაგება და მერე უკვე ირევიან, ძალიან ირევიან, ხო ხვდებით რა? ხო და მაგის მერე უკვე შეუძლიათ რომ რა ვიცი 10 მატჩი ზედიზენ წააგონ რა. ერთ ეპიზოდში კინაღამასე მოხდა, მაგრამ მოვიკრიბე ძალები და მაინც შევინარჩუნე ჩემი პირველი ადგილი რა. საბოლოოდ მაინც შევინარჩუნე პირველი ადგილი. რიბერი გაურება კანტონას მიმართულებით, კანტონა წინ რატო არ გარბი ხარ, კარგი რა. ნედვედ და დავარტყმევინოთ. მოდი ნედვე. რა გოლი გაიტანა, აბა რა, ბიჭო, პაუელ ნედვედი, ვისა, ბიჭო, ვის ეღადავებით თქვენ, ბიჭო, პაუელ ნედვედს, დარტყმა რო აქვს უსასწაულესი ძმაო. რა გაჭიმა, ეს მომენტი გამეორებთ რა ნახო, შანსი არ არის, შეხედეთ უბრალოდ. შეუყურეთ და დატყვით რა, იმენა, ცხრიანში ხო გაჭიმა ცხრიანში, აბა რა, 1-1 გავათანაბრეთ ანგარიში. ვისა ბიჭო, რა ვილიარეალს უნდა მოაგებინოთ, ბიჭო, გაჩერდი იქით, გაჩერდი ძმაო. დემიშელისი, ბელეტი, ბალოტი, რაიკარდი, კანტონა, გულიტი, კანტონა, გაიქეცი, ეხლა მაინც გაიქეცი, რიბერი. მოდი ფეიქ შოტი, ამჯერად მიმიხვდა, მოწინააღმდეგე, რაიკარდი. მოდი გავაჭიმინოთ ამასაც, ვაიმე შენი. კაი, 1 წუთი დაამატა პირველ ტაიმს მთავარმა არბიტრმა, არაფერი განსაკუთრებული. და კუთხური პირველი ტაიმის ბოლო კუთხური, ბოლოს წინა, რა ვიცი, ბოლო რო ვთქვი წინაზე, ბოლოს წინ აღმოჩნდა და აბა ჩავაწოდოთ რაიკარდი მიდის შენი. კაი, 1-1 მომინდა და ესე მივეჩვიე მოკლედ ამ მოგებებს, სულ 1-0 მელანდება კაცო. ჭები, კაი, 100%-იანი კარში დარტყმის მაჩვენებელი აქვს, ხო არ გადავ, ჩემი 1 დარტყმა, 1 გატანა. ვა, საღოლ ძმაო, ვილიარეალს იმენა, ვილიარეალი აღარ ხუმრობს ძმაო. ბელეტი ამასობაში, დემიშელისი, რაიკარდ, ნედვიედ. რა ნედვიედი მენა გამომივიდა იმისავით. აბა, ნედვედი. Nothing easy. რა გოლი გაიტანა ბიჭო. ვა, საღოლ ძმაო, საღოლ. დიეგო კონდე იმენა. ის სვის წყალი არ არის პრობლემა კაცო, ეტყობა. ზემ დააჭირა მზემ ამ იმაში თავს მაწმიო წვიმაში. მზემ დააჭირა და მაგიტო ვერ მოხსნა ეს შეგორებული. რა ბურთი ვერ მოხსნა ბიჭო. აი ძმაო, რა იყოს ესე 2-1. კამბეკ, რაღა კამბეკ 1-0-ის, მაგრამ იყოს კამბეკი, ჰა. ნედვედი რაღაცა ძალიან აქტიურობს და ჯერჯერობით არ გავიყვან ნედვედს, მოდი იყოს. ვაიმე შენი, ოკეი, კაი. ეხლა სლად ნედვედმა მოინდომა მთვარეზე ირვინ, რიბერი, რაიკარდისკენ პასი. მოდი რაიკარდი ერთი ფეიქ შოტი ვქნათ. ოპა, ეს უკვე ჯარიმა. არა? კი ბატონო. ვიზა ბიჭო, შენ ჩემი და ყვითელი ვარათი დავაი. ფორმა ისე და ყვითელია, ყვითელი ბარათი კიდე უნდა. ჩემი კაი. არ მომაქციოთ ყურადღება ძმებო, არ მომაქციოთ. გეიმ წააქცია. გეიეს. კაი. select მესი რა თქმა უნდა, ეხა მესის დავარტყმევინებ. აქედან ჯარიმას, ორი წამი როგორ იმდენი ხანია ჯარიმა არ დამირტყავს ჩემი დედასფის, ხო არ ჩემი პატარა ბიძაშვილის მაჯობებს. ხო ვთქვი. ვაიმე. რიბერი იმენა არაფრის მაქნისი არ ხარ. იმდენი ხანია ჯარიმა არ დამირტყავს, ხო ფუტბოლში იმენა რომ აღნიშნავ იმას კიდევ ერთხელ რომ ჩემი პატარა ბიძაშვილის მაჯობებს ჯარიმების დარტყმაში. კაი, აუტი, რომელსაც მოაწვდიან ბარსელონას ფეხბურთელები, ფორლანი, პლატინა, რაიკარდი. კარგი იყო რაიკარდი. Thanks for the assist, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადაუხადოთ პლატინის ესეთი კარგი ასისტისთვის. რა თქმა უნდა, რაიკარდი მოკლედ ძმაო, არ ვიცი. ამის ფონზე კიდე ყავას კოფეინს გიახლებით. აქ რა კარგად გამექცა ეს ვინ არის? ბუხნანი.
ბუხნანი ვინ არის? პერეცი, ჩორნი პერეცი, ვაიმე დაარტყა ხო რა გადავა. როგორ გაბედე დარტყმა შეპი. ბატისტუტა, კაკა, რომესკენ არ მინდა გაყოლება არ მინდა. კაი არა უშავს. რაიკარდი. არაფერი, რაიკადრა. ბუხნანი ისევ ირვინი კარგია ამ მომენტში. გადავუკეთა ეგრევე ბატისტუტა გაყოლება რომეს მიმართულებით, რომე ვერ გაიქცა. ანუ ერთ-ერთზე რო დარჩენილიყო და რო გაიტანა გოლი, ვერ გაიქცა. 6 წუთი რა ამბავია ძმა, ბარემ 45 წუთი დაგემატებინა რა იყო. ირვინი. აბა ირვინი, მოდი. აროჩე სანამ ფეხი გამოჭიმა, იქამდე გავიდა ერთი კვირა. ფორლანი 3-1 ალბათ, 3-1 ან 3-2 მაქსიმუმ რო გასკდნენ, აი მესამეს მაინც ვერ მოასწრებენ. მეორესაც ვერ მოასწრებენ. ჩემი კაი, ოპა მოიცა, შეიძლება მე მოვასწრო. ვინმე სხვა რა გაქვთ ეგრეთ წოდებული ბალგარკა. რო ეგ ძელი გადავხერხო. და ისე დავტოვო კარი. აი უბრალოდ ბადის ამალა. ვალიადოლითან 32 მატჩი და 33 უკვე არის ქიმატჩი ატლეტიკოს წინააღმდეგ და ნახოთ აბა ქიმატჩი რას ვიზავ. შავი ფორმით ვიწევს თამაში ვალიადოლიდის წინააღმდეგ, ისინი ესამნისფერი ფორმებით იქნებიან და ასე თუ ისე ყველა ნორმალურ განწყობაზეა რა. კარგი, ამ მატჩში განსაკუთრებული არაფერი და გადავიდეთ პირდაპირ იმ მატჩზე, რომელსაც თქვენ განსაკუთრებით ელოდებით. არხი გამოიწერეთ ძმებო. ერთი მეგონა უცებ 3 წუთი დაამატა მთავარ დროს არბიტრმა, მაგრამ ვილიარეალის ის რა ქვია მაგას ამ მატჩის ანგარიში არ განმეორდა აქ სამწუხაროდ. მხოლოდ 2-1 კი ბატონო. და აი ეხლა 2 წამი მოიცა. მოიცა. თქვენ ბიჭო ვის მოსდევთ უკან? დაიცათ, ეხლა ძმებო, ეხლა ცოტა მომზადება მჭირდება რა. ქიმატჩი ატლეტიკო მადრიდის წინააღმდეგ. ქიმატჩი. დავიწყოთ. აი ერთ წამს შემახსენეთ თქვენ ვის მოყვებით უკან, ერთ წამს სტრიფსები შევცვალო. ჩემი ფორმით მათამაშე ძმაკაც, მაგრამ შავით იყო ჯობია, იმიტომ რომ ამათ მეორე შავი ფორმა ქონიათ. კაი. იყოს, ამითაც მოგიგებ, ეხლა ჩემთვის ვარწმუნებ, რომ ცოტა მოვიხოდო რა, არ ვინერვიულო ხო ხდებით. კაი, აი თქვენ რო იქნებით მეორეზე და მადრიდის რეალი რო იქნება მესამეზე, ძალიან დიდი სირცხვილია. აი ძალიან დიდი სირცხვილი. დიდი ბოდიში ატლეტიკოს გულშემატკივრებთან, მაგრამ რა ვქნა ძმაო, ძალიან დიდი სირცხვილია რეალი რო მეორეზე არ არის და თქვენ რო ხართ მეორეზე. წავიდეთ შეტევაზე. გავათამაშეთ. დაიწყო და გადაუშვა მესამე ადგილზე ესენი. აბა, გულიტი ვაიმე ეგრევე გოლი მეგონა. მადრიდის ფანებო. მადრიდი. ამას ვაკეთებ შენთვის რა. იმენა მადრიდს ვუძღვნი ამ თამაშს. სვეტში ოღონდ. იმენა მადრიდს ვუძღვნი ამ თამაშს. აი, ნედვედი აბა რა. მადრიდს უძღვნი ამ თამაშს კიდევ ერთხელ ვიტყვი. არა ატლეტიკო მადრიდს, მადრიდის რეალს. იმიტომ რომ მეორე ადგილი ძმაო, პირველ ადგილზე ვერ გაგიშვებ ძალიან დიდი ბოდიში მადრიდ, მაგრამ მეორე ადგილი კარგი იქნება, მოგიხდება რა მეორე ადგილი. რუმენიგ აქ ვაიმე, უნდა დამერტყა, ვიცი ძმებო, უნდა დამერტყა, იმიტომ რომ წინ იყო ფეხბურთელი და მესიმდე ეს გადაცემა ვერ მივიდოდა. აკრაპასი ხულიანო სიმეონე, ვიზა ბიჭო, ვიზა. ფუ თქვენ სამარცხვინოებო, უყურეთ ხა. კაი, ლენგლე, შენ რო რუმენიგს გაასწრებ, ლენგლე.
შენ რო რუმენიის გაასწრებ, რა ვიცი, ძმაო, ვირია ვახეზე. რა ობლაკ. შევიკუკეთ სიმონ. 2-0, 2-0. დღეს სამარცხუნეობა. ესე მალე კადისთანაც არ გამიტანია გოლი, ბრატ. 2 მით უმეტეს. კადისთან არ მომიგია 2-0. ნედვედი გაყოლება რომეს მიმართულებით. პასი ფლანგზე მესი. ლეო მიდი რა ესენი აწამე რა, აი როგორც შვებოდი ხოლმე რა. როგორც შვებოდი, ეხა ისეთებს ვერ ვიზამში როგორცაც შვებოდი რეალობაში, მაგრამ ნუ მაგის 0.00000 რაღაცა 1 მილიონად პროცენტს მაინც შევეცდები რომ ვქნა. კარგი გათამაშება სხვათა შორის. ხშენი. ნუ კაი, მაინც მათ დარჩათ ბურთი. 68 წუთია უკვე და ისევ და ისევ 2-0 და აი დედას გეფიცები ამ თამაშს უყურებ და აი იმენა მე მწვენია რომ მეორე ადგილზე არიან ოღონდ მართლა. აი იმენა რა გავარდნა ამას შეხედეთ ბიჭო. ამას შეხედეთ ბიჭო. ნადგურდება ატლეტიკო მადრიდი. ატლეტიკო. იყურე ხა მასე. კავერცხო შენ. ბარსელონაში რო იყავი. არა, კიდე კაი გადახვედი ძმაო, კიდე კაი გადახვედი ერთი შენ და მეორე დებელე ბრატ. კიდე კაი მოგშორდით. კაი, 3-0 ნადგურდება ატლეტიკო მადრიდი. ნუ მიუხედავად იმისა, ბიჭო, დებელე გამოსწორდა მაინც. ანუ ტიპი ისეთ რაღაცებს აკეთებს PSG-ში, რომ შენ არაფერი არ გეშვება. კაი. 3-0, 3-0. ვახ, ჩემ მე მეგონა ეხა ეს პასის გადიოდა და მეთქი 4-0-ზე მივდივარ თქო. აუ, დეპაულ. იმენა მეწოდები ამ გუნდისთვის. და ხულიან ალვარესი ცხოთა შორის. 93 წუთი. 93 წუთი, აბა. აქ რა შეცდომა. პლატინი. ჩავაწოდოთ და ვარტყათ. რესპექტ, ჰარა ისა ბატის კვერცხები. განმეორებით ნახოთ ეს მომენტი რა თქმა უნდა. შვენიერი იდეალური გადასარევი გენიალური. აი, სამარცხვინოებო. ბუ. კაი, ოკეი, 96 წუთი, კერდა უკვე 97. აბა. წამოვიდნენ ახლა უკვე შეტევაზე ანტუან გრიზმან რა გინდოდა, რას ბრუნდებოდი? ერთადერთი, აი, რა ვიცი, მესი რო არ იყო, იმ დროს შენ მევასებოდი ბარსელონაში, აი, რა ყველაზე ძალიან. გრიზმანი ისე კარგი ფეხბურთელია, მე არანაირი ჰეითი ჩემგან გრიზმანს წვეთში ოღონდ. გრიზმანი მე რატომღაც მომწონდა. და თქვენ წინაშია 10 უკვე მაელიგის გამარჯვებული. მადლობა, არ არის საჭირო, არ არის. მაელიგის გამარჯვებული. აწი მე აი სულ რო 10-0 წავაგო, აი სულ რო 11-0 წავაგო და სულ რო 20-0 წავაგო. აი შორა. აღარც არაფერი. კაროჩე, ეგეთი რაღაცაა რა, ანუ ფრეან მოგება და აჰა, იყოს ჯანდაბას 3 მარცხი, მაგრამ იმდენი თამაში სულ არ მაქვს ათამაშო. კაროჩე, გავინახდე. ეგ უკვე შემდეგ ეპიზოდში ერთად ავღმართავთ თასს. მე იზღარ ამჩენია რომ დაგემშვიდობოთ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.